სამხალხო დემოკრატები და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინიციატივას უჭერენ მხარს. გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის მომხმარებლებისთვის დაწესებული ტარიფი ძვირია და არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ამ საკითხზე კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უკვე შეტანილია სარჩელი. ნიკა ივანიშვილი მოითხოვს, რომ ეროვნულმა კომისიამ მიიღოს ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარდამჭერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად საპროტესტო აქციებს გეგმავს. როგორც მერობის კანდიდატი მათ წამოწყებულ ინიციატივას და სახალხო დემოკრატები იქნებიან ის ძალა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს დაუჭერს და დაიცავს ბიზნეს სტრუქტურებს საქართველოში, მაგრამ არა გარიგებების და ადამიანების ჯიბეში ხელის ფათურის ხარჯზე. მედია ჩვენი და თქვენი ძალისხმევით ჩვენ ქვეყანაში იქნება ისეთი ტარიფები მომგებულ კავშირგაბმულობაზე, რომელიც ადეკვატური იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის.